ბუნებრივია ის მომენტიც, რომ გარკვეულ ნაწილს საზოგადოებისა აღარ მიეცემა საშუალება, რომ უკვე ახალციხეში ისწავლოს ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე, სამართალზე ან საჯარო მმართველობის პროგრამაზე, თუმცა რეფორმის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად მაღალი ხარისხის განათლების მიცემა უნდა მოხდეს უკვე რეფორმის შემდგომ. აქედან გამომდინარე გვესმის ამ ადამიანების გულის ტკივილიც, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს განათლების მთავარი მიზანი, რომ მოამზადოთ ისეთი სტუდენტები და ისეთი კურსდამთავრებულები ყავდეს მომავალში, რომლებიც რეალურად შეძლებენ დასაქმებას და საკუთარი თავის რეალიზაციას. აქამდე ვერ უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის შესაბამისი კადრების მომზადებას და შესაბამის განათლების მიღებას? ჩვენ ვსაუბრობთ ასობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას და აქედან გამომდინარე მოთხოვნა იზრდება როგორც სტუდენტისადმი, აგრეთვე აკადემიურ პერსონალისადმი და ეს უკვე ითხოვს სხვა სტანდარტით მიდგომას.